საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2019 წელს მოაწერა მინისტრი დავით ზალკალიანი იყო მინისტრი. მე მინდა ეს არის მიგრანტთა პაქტი, რომელსაც ბეჭდვით ვერსიას ხვალ გამოვაქვეყნეთ. დღეს მინდა რომ ეს გადაცემას დავდებ და ამ გადაცემას მოусმინოთ. კი ბატონო, მოგვეცი ჯორჯიან ტაიმზე კი ბატონო, რამდენიმე მუხლს წავიკითხავ. მაინც. განსაკუთრებული ყურადღება სულ არის 23 მუხლი, რაზეც საქართველოს სახელი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება გაეროს წინაშე. ნახოთ ეს რა ვალდებულებებია. მეოთხე პუნქტით ვიწყებთ. მიგრანტთა უზრუნველყოფა კანონიერი პირადობის მოწმობები და საჭირო დოკუმენტაციის საზღვარზევე. როგორ მოგწონს, არო აიღეს ვალდებულება, რომ ლეგალიზაცია მოახდინონ მიგრანტების შემოსვლის. ეხლა ტრამპს მაგალითად სამართლებრივი უფლება აქვს, ვისაც ებრძვის ლოს-ანჯელეს იმათ არც ეს მოქალაქეობა და ცხოვრების უფლება არა აქვს. ამათა ლეგალიზაციის ვალდებულება აიღეს. მიგრანტების ციტირებ განუსაზღვრელი რაოდენობით შემოდინებაზე საქართველოში. შემდეგი მუხლი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო, მეხუთე მუხლი. გამარტივებული წტომა ლეგალურ საემიგრაციო არხებთან და მეტი დრეკადობის უზრუნველყოფა მიგრანტებისთვის. მეექვსე მუხლი, სამართლიანი და ეთიკური დაქირავების ხელშეწყობა და მუშაკი და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა. ანუ მეექვსე მუხლის მიხედვით საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ ღირსეულ სამუშაო ადგილებს გამოუძებნის აზიიდან, სირიიდან, აფრიკიდან და რა ვიცი, ეხლა უკვე სამხრეთ აღმოსავლეთ უფრო ინდოეთიდან წამოვიდა მიგრანტები ბევრი და პაკისტანიდან, რომ ამ ადამიანების ღირსეულ სამუშაო ადგილებს შექმნეს. მაშინ როცა მასიურად საქართველოსთან ქართველები გაედინებიან და შეხედეთ რეალურად ამ მე ჩვენ გვაქვს ვიდეო ჩანაწერი, აი საკომიტეტო გავუშვებ ეხლა, მოამზადეთ ხოლ ჩანაწერი და გავუშვით. იქ მოხდა კამა და ამბობდა რომ ჩვენო ვალდებულებები არ აგვაქვს ამაზე შესასრულებლად და უშვებს უკვე ვიდეოს? გავუშვებთ უკვე? გთხოვთ, ჩართოთ, რომ ჩვენც მოვისმინოთ. ბატონ დავით, დიდი მადლობა. ბატონ დავით, ეს არის გაეროს მიგრანტთა პაქტი, რომელსაც თქვენ შეუერთდით ხალხის სახელით, ისე რომ ხალხს და პარლამენტსაც კი არაფერი არ კითხეთ. და რომელიც არეგულირებს, აწესებს წესებს და ვალდებულებებს ამ დიდი მიგრაციის დროს მსოფლიოს ღარიბი ქვეყნებიდან, ძირითადად ეს არის აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნები, მიგრანტების მიღების. ეხლა საქართველოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის მეექვსე მუხლი, რომელზეც თქვენ ვალდებულება აიღეთ, ცოტა კომიკურად გამოიყურება, სამართლიანი და ეთიკური დაქირავების ხელშეწყობა და მუშაკთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, როცა 1.5 მილიონი ქართველი მიგრანტი გვყავს და თქვენ ახლა საუბრობთ იმის შესახებ, რომ შემდგომში აღარ იქნება ევროპის ქვეყნები აღარ მიიღებენ ქართველებს და აღარ მისცემენ თავშესაფარს. ეხლა მე შეკითხვა რაში მდგომარეობს. პირველი, რატომ არ ჩათვალა თავი ვალდებულად მთავრობამ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და ჩემის აზრით სარისკო გადაწყვეტილების მიღების წინ ინფორმაცია ქონოდა მინიმუმ საზოგადოებას და ინფორმაცია ქონოდა პარლამენტს. აი მე აქტიურად რამდენიმე დღეა პარლამენტის წევრებთან შეხვედრას ვატარებ და არავინ არაფერი არ იცის და ასე იგი ეხლა ასე ვაკეთებ გამარტივებას. მეორე საკითხი, რატო დღეს მაინც რატო არ ცდილობთ რომ ქართული თარგმანი გამოაქვეყნოთ და საზოგადოებას მისცეთ ამის შესახებ განმარტებები და მესამე შეკითხვა აი თქვენს მიმართ პირადი პატივისცემით და ნამდვილად თქვენი კომპეტენციის მიმართაც, მაგრამ უბრალოდ დაგისვამთ თქვენ და ზოგადად ყველა შეკითხვას. ოჯახში ვინმე რო შემოგისახლონ თქვენ, აი ნათესავით უნდა ძმა რო შემოგისახლონ, ვიღაცამ უფლება ხონდა თქვენ და ხონდა შეათანხმოს. და როცა ფიქრობთ რომ აი გაქვთ რაღაცა მთავრობის ჯგუფი, ხო, რამდენი 10, 15, 20 თუ 200 კაცი, ხო? როცა იღებთ გადაწყვეტილებას, რომ აქ ჩამოგვისახლოთ აზიის და აფრიკის ღარიბი ქვეყნები და მიგრანტები, მინიმუმ საზოგადოებასთან ამის შესახებ კონსენსუსი არ უნდა მიგეღწიათ?
ბატონო ჯონდი, თქვენ ძალიან კარგად თქვენ საგარეოსთან რომ მოვაწყეთ მიტინგი, მაშინ დაგიძახეთ და ყველა ამ კითხვაზე განმარტება მოგეცით და მე მგონი თქვენ მაშინ მიიღეთ. არაფერი განმარტებები არ მოვით ხო ჩვენთან საგარეოში. მაშინ არ მინდოდა მამაზე ლაპარაკი და საგარეოში გეტყვით ახლა გეტყვით. ბატონო საგარეო თქვენთან შეხვედრაზე რაზე არაფერი არ შეასრულეს. რა შესრულებაზეა საუბარი? მუშა პროცესი უნდა ყოფილიყო, აღარ მე არ შეიძლება დრო აღარ გვაქვს. ეს არის კომპაქტი, საერთაშორისო შეთანხმება არ არის. არ არის საერთაშორისო შეთანხმება, არის კომპაქტი, არანაირი იურიდიულად სავალდებულო ძალა ამ დოკუმენტს არ აქვს. შეერთებული შტატები რატომ არ შეუერთდა? 151 ბელგია რატომ არ შეუერთდა? ისრაელი რატომ არ შეუერთდა? იტალია არ შეუერთდა? ისეთი რაზეც ამერიკა არ შეუერთდა და რამის მიზეზები ჰქონდათ ამათ თუ არ შეუერთდნენ? მე არ ვიცი ახლა იმას. თუ ასეთი ურისკოები ევროკავშირის განაცხადოს მაღალ რისკებს შეიცავს და ამიტომ არ შეუერთდა. ბატონო ჯონდი, ეს არ არის. ბელგიამ განაცხადოს ეს არის დესტაბილიზაციის ფაქტორი და არ შეუერთდა. ჩამოსახლებული ბელგიაში მთავრობა შეიწირა 14 ევროკავშირის ქვეყანა არ შეუერთდა ბატონო და არ არის ესე რა. არ არის არც იურიდიულად სავალდებულო, არც საერთაშორისო შეთანხმება, არც არანაირი ვალდებულება ჩვენ არ აქვს. არც ეს სიცრუეების ჩამოსახლება ხდება. არის ძალიან ხერხული პასუხი არის. არის არაკომპეტენტური პასუხი აბსოლუტურად რა. ძალიან ბევრჯერ თუ შეიძლება რომ ერთი წუთით რა. ერთი წუთით შეიძლება ყველა ქვეყანა სრულდება. არ შეასრულეთ. მან წერია ყველა არ შეასრულეთ ეს. არ არის საერთაშორისო შეთანხმება და ეხლა რაზეა. არ შეასრულეთ. სავალდებულო არ არის შესაძლებელი. არ შეასრულეთ. სავალდებულო არ არის. წერია რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი უფლება, თავისი განსაკუთრებული პოლიტიკა. ბატონო ჯონდი, გავიგეთ, თქვენ ეს ბევრჯერ გააკეთეთ ეს განცხადება, გასაგები არის რატომ ვაცხოვრობთ ამაზე გაუთავებლად? პასუხი თუ გიდოდა გაიგეთ ქალბატონო ბატონმა დავითმა გაქცევ პასუხი. თქვენც გაიგეთ რომ არ შეასრულებთ ამ ვალდებულებებს? სავალდებულო არ არის. ბატონო ჯონდი, ერთი წუთით მომისმინეთ ვალდებულება არ არის და სამჯერო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გქონდათ ამასთან დაკავშირებით. სამჯერ არ გქონდა ერთხელ ხო გქონდა და აგიხსნეს თავიდან ბოლომდე ყველაფერი. მეორე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გქონდათ ასევე შეხვედრა. ამას და მე აღარ გამოდიან კონტაქტზე და ინფორმაცია ხო მოგაწოდეს ამასთან დაკავშირებით და პოლიტიკური ფულები ამ მიგრაციის თემაზე თქვენ თუ გინდათ რომ დაიწეროთ სხვა პლატფორმა ნახეთ ძალიან გთხოვთ. არა ამას ამბობთ არ შევასრულეთ მაინტერესებს. არა იმიტომ რომ მე ამჯერა რომ ამას არ შეასრულებ. ბატონო ჯონდი, ხალხი არ ხარ გაეროს რომ გადააგდებ. თქვენს ხალხი ხარ და ქართულ ხალხს გადააგდებ და არც ერთ პირობა არ შეგისრულებია და ბაჯამებს გაეროს არ გადააგდებ. ბატონო ჯონდი, გასაგებია და კარგი მითხრათ თქვით რომ არ შეასრულებთ. გასაგებია ყველაფერი შემოთ ეგ თამაღლა. გავიგეთ არ ამბობთ ამას. დავასრულე. ეს განცხადება არის 2019 წელს. კი, ხო და 2019 წელს ეს პრობლემა დარჩა.